დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია, ჟესტურ ენაზე თარგმანი. რასაკვირველია, ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, იმ ადამიანზე, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულებაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა ნებისმიერ საზოგადოებაში. სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვებს ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვიმეორებ და ვაპირებ, რომ კიდევ არაერთხელ გავიმეორო, თუნდაც იმის ხაზგასასმელად, რამდენად მნიშვნელოვანია ვაცნობიერებდეთ რა არის ადამიანთან დაკავშირებული თითოეულ ჩვენგანში და რომ ჩვენი ფასეულობა სწორედ იმით იზომება, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და ადამიანებს, როგორ აღვიქვამთ სიცოცხლეს და მის მნიშვნელობას. განსაკუთრებით საგულისხმო ეს არის მაშინ, როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას, ადამიანმა უნდა იცოცხლოს თუ არა დიდხანს. დიახ, ადამიანისთვის დღეგრძელობა არის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა თვითრეალიზაციისთვის და იმისთვის, რომ ის იყოს ადამიანი სხვა ადამიანებისთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ განსაკუთრებულ ცოდნაზე, რომელიც შეგვიძლია ცალკეული პროექტების სახითაც წარმოვიდგინოთ და პროექტებს რომ თავი დავანებოთ, აღვიქვათ როგორც შესაძლებლობა. დიახ, დიდხანს სიცოცხლე ეს არის შესაძლებლობა. დიდხანს სიცოცხლე ეს არის საიდუმლო, რომელსაც ადამიანი საუკუნეების მანძილზე ეუფლება. და დიდხანს სიცოცხლე ეს არის გამოცდილება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ სხვადასხვა საშუალება და ინსტრუმენტი გვაქვს დღეგრძელობის მისაღწევად. მაგალითად, ჯანმრთელობა. დიახ, ჯანმრთელობა, რომელიც სრული ფიზიკური, მენტალური, სოციალური კეთილდღეობაა და ამავე დროს მას აქვს ემოციური მდგენელი, ანუ რას ვგრძნობთ ჩვენ, როგორია ჩვენი ემოციური ჯანმრთელობა, როგორია ჩვენი ადგილი საზოგადოებაში და ურთიერთობები, ანუ როგორია ჩვენი სოციალური ჯანმრთელობა და ბოლოს და ბოლოს ვინ ვართ ჩვენ, ანუ როგორია ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა. ყველა ეს ფაქტორი ავტომატურად გულისხმობს კეთილდღეობას, რადგან თავად ჯანმრთელობა არის კეთილდღეობა. და თუ ჩვენ საუბრობთ ჯანმრთელობის 6 მდგენელზე, ჩვენ შეგვიძლია კეთილდღეობის 6-ვე მდგენელი ავტომატურად წარმოვიდგინოთ. თუმცა, როდესაც გარემოს ჯანმრთელობაზეა საუბარი, აუცილებლად უნდა შევავსოთ ეს წარმოდგენა თანამედროვე ცოდნით და ვთქვათ, რომ არა უბრალოდ ზოგადად გარემოა აქ საყურადღებო, არამედ გასათვალისწინებელია მაგალითად ის გარემო, რომელთანაც უშუალოდ აქვს ადამიანს საათების განმავლობაში ურთიერთობა, თუნდაც სამუშაო გარემოში და გავითვალისწინოთ ჩვენი ეკონომიკური გარემო, რომელიც ადამიანის ეკონომიკური ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილი გახლავთ. მოკლედ, ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ადამიანის ცხოვრების ხარისხი. მაგრამ ცხოვრების ხარისხი დღეგრძელობასთან ერთად განსაკუთრებით საყურადღებო არის ადამიანის ყველა ეტაპზე, ანუ ადამიანის ცხოვრებისა და განვითარების ყველა ეტაპზე. ადამიანის სიცოცხლის ყველა საფეხურზე არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ როგორც წესი არა მხოლოდ იზოლირებული ფაქტორი, არამედ უკვე დასახელებული ფაქტორების ერთობლიობა განსაზღვრავს დღეგრძელობასაც და ცხოვრების ხარისხსაც, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს, რომელშიც თითოეული ჩვენგანი არსებობს და ეს გარემო არა უბრალოდ მასშტაბური, განყენებული, უკონტურო მოვლენაა, არამედ ეს არის უპირველეს ყოვლისა ის გარემო, რომელიც ჩვენ გვასაზრდოებს, გარემო, რომელიც ჩვენ უსაფრთხოებას გვიქმნის და ხშირ შემთხვევაში ჩვენი დღეგრძელობის და ცხოვრების ხარისხის წინაპირობაა და რომელიც ოჯახის სახელით არის ყველასთვის კარგად ცნობილი. ასეა თუ ისე, თითოეულ ამ სიტყვაში, რომელიც მე უკვე გაგიზიარეთ, არის ჩვენი დღეგრძელობის საიდუმლო ყოველ შემთხვევაში მისი ნაწილი დაშიფრული და როდესაც რუბრიკაზე ვსაუბრობთ, რომლის ამოცანა არასოდეს ყოფილა უკვდავების მიგნება, ჩვენ აქაც იმ უნიკალურ გამოცდილებას გიზიარებთ, რომელთა წყალობით ადამიანებმა საკუთარი ცხოვრების გზაზე არა უბრალოდ გამოცდილება დააგროვეს, არამედ დააგროვეს ცოდნაც, რომელიც ვფიქრობ ყველასათვის ერთნაირად გასაზიარებელი შეიძლება აღმოჩნდეს მით უფრო მაშინ, როდესაც ადამიანები სიყვარულზე საუბრობენ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა გაგრძელდება სწორედ ამ პროექტით და სიუჟეტით დღეგრძელობის ციკლიდან, რომელიც შორენა ლაბაძემ მოამზადა. მცენარე ცოცხალი ორგანიზმია. მართალია არ ლაპარაკობს, სუნთქავს.
შემდეგ კვება უნდა, წამალი უნდა, ყველაფერი უნდა. შენ თვითონ უნდა მიხვდე მას რა უჭირს. მოოფერებაც უნდა. მე გახლავართ ლალი გოგინავა, სოფლის მეურნეობის მეცნიერება და დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ექსპერტი, ვარ ლექტორი, ყავს 2 შვილი, ქალვაჟი და 3 შვილიშვილი. ახლა მე რო ჩემი წლოვანება გითხრათ ძალიან გაგიკვირდებათ. როგორც მიყურებთ, აი იმ წლოვანების უნდა შემაფასოთ. სენაკში დავიბადე, იქ დაამთავრე საშუალო სკოლა, ბავშვობა მქონდა ლაღი. იმიტომ რომ თუ სადმე წრე და რამე იყო ყველგან ტრიალებდი მე. ცეკვის წრე, ხატრული კითხვის წრე, გუნდში კაც ვიდექი და კაც ვხეროდი, მაგრამ ყველაზე მეტად ცეკვა მიყვარდა. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა 20 წლის წინ. თუ რამე ჩემში დადებითია, ეს შევითებურის დამსახურება. ის ყოველ წუთშია ჩემთან ერთად. დღეს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ მე მისი მეუღლე ვიყავი და მის გვერდით გავატარე 30 წელი. მე ძალიან ბევრს მოძრაობ. ფერმერთან რომ მივდივარ, ფერმერს აქვს 6-7 გექტარი მიწის ნაკვეთი და იგაშენებული ბაღი. მე ყველა ხესთან, თითქმის ყველა ხესთან უნდა მივიდე. ეს აუცილებლობას წარმოადგენს. აჭრელებულია. ეს არის რისი, იცით? ეს არის მცენარის კიბოს ნიშანი. მე 8 საათის შემდეგ არასდროს არაფერს არ მივირთმევ. იმიტომ რომ მე უნდა ჩემმა ორგანიზმმა უნდა დაისვენოს. 7 საათზე ყოველთვის ფეხზე ვარ. ხილი და ბოსტნეული მიყვარს. მაგრამ აუცილებლად ყოველთვის ვცდილობ რომ ბიო მოყვანილი ხილი და ბოსტნეული მივირთო. მიწასთან ურთიერთობა და მცენარეებთან ურთიერთობა ეს არის ძალიან დიდი თერაპია. სიცოცხლე მიხანგრძლივდება. თვითონ მცენარესთან მისვლისას, როცა მათ უყურებ რომ რაღაცაში ვეხმარები, ისინი გამომყავს მდგომარეობიდან, ეს მე მიხანგრძლივებს ცხოვრებას. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს პროფესია ავირჩიე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მე რამდენი მეგობარი მყავს. ჩემი სტუდენტები ყველა ჩემი მეგობრები არიან. ჩემი ფერმერები, რომელთანაც მთელ საქართველოსა ვარ მოდებული, ჩემი მეგობრები არიან. მინდა რომ კარგი აგრონომები გამოვიდნენ, იმიტომ რომ დღეს ძალიან გვიჭირს სპეციალისტები. თან პრაქტიკოსები. მე მიყვარს ადამიანები, მე მიყვარს ხალხი. მე მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. ეს ჩემი ღიმილიანი სახე, სიყვარულით ნათქვამი ყოველი სიტყვა, ეს მაახლოებს ადამიანებთან. ქალურობა ყოველთვის უნდა შეინარჩუნო. ეს მარგალიტები მე მარტო ძილის დროს არ მიკეთია. მუშაობ მიწასთან და მაქვს საქმე ტალახიანი ხელებით, მაგრამ მარგალიტი უნდა მქონდეს აუცილებლად. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ჯანმრთელობის ხარისხის ამამაღლებელი იცოდეთ. მე იცი რამდენი მარგალიტის ბძივი მაქვს? ყველა მარგალიტის ბძივს შევქმნის საქართველოში, იმიტომ რომ იცი ამ გიждები. მე ამ ბეჭდებს მიწასთან ურთიერთობის დროს არ მიხსნებ. მიკეთია ეს, ყველაფერი მიკეთია მე. მე მიყვარს სამკაული და რა ვქნა. ამის გარეშე როგორც ქალს ჩემ თავს ვერ წარმოვიდგენ. ჩემი დარჩენილი ცხოვრება მინდა ყოველი წუთი, ყოველი წამი გამოვიყენო იმისთვის, რომ გამოვადგე პირველ რიგში ჩემ ოჯახს, ჩემ შვილებს, ჩემ შვილიშვილებს და გამოვადგე ქვეყანას. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ვცდილობ, რომ უანგაროდ მინდა ვემსახუროთ. ამიტომ ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემი ქვეყნისთვის ვარ. როდესაც ჩვენ ლიმფურ სისტემაზე ვსაუბრობთ, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენს გადაცემას ყავს ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელიც წლების მანძილზე მოდის ჩვენს გადაცემაში და მას აქვს უნიკალური საერთაშორისო გამოცდილება, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება საქართველოში და აი ამ გამოცდილებას უშურველად უზიარებს ჩვენს მაყურებელს წლების მანძილზე. იგი გახლავთ ლიმფოლოგი ქალბატონი ლალი ზაუტაშვილი. დილამშვიდობისა ქალბატონ ლალი. მოგესალმებით. ძალიან მიხარია ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა
თანამშრომლობა და მიხარია ის შესაძლებლობა, რომელიც აქვს ჩვენი გადაცემის მაყურებელს, აქვს ფუფუნება მოგისმინოთ თქვენ და თქვენგან მიიღოს ინფორმაცია ლიმფური სისტემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. და თქვენი მორიგის სტუმრობა ნამდვილად ძალიან სასიხარულო და საპატიოა ჩვენთვის. დიდი მადლობა, ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი ყოველთვის თქვენთან სტუმრობა და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამ საკითხებზე ამახვილებთ ყურადღებას. წლებია უკვე და რეგულარულად უბრუნდებით ამას, იმიტომ რომ ნამდვილად გვჭირდება ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ფართო საზოგადოებაშიც, სამედიცინო წრეებში ყველგან. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო, ჩვენ დღეს ორ ძირითად საკითხს შევეხებით, რაც საზოგადოებისათვის შეიძლება გარკვეულწილად მოულოდნელიც იყოს, თუმცა ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებლისათვის მე ვფიქრობ სრულიად ლოგიკური იქნება თქვენგან ამ ინფორმაციის მოსმენა. მაგალითად, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს უკვე გამოცდილებაც და ზოგიერთ შემთხვევაში ცოდნაც ან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპერაციის მერე, რაღაც კონკრეტული ოპერაციის მერე, განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზის ფონზე, რჩება ხანგრძლივად შეშუპება. მაგალითად, კიდური არის შეშუპებული და იწყება ძიება მაგალითად იმ შესაძლო მიზეზებისა, რომელიც ონკოლოგიას უკავშირდება. და არასდროს ასეთ შემთხვევაში პირველ ეტაპზე არ წარმოიდგენენ, რომ ამ პრობლემის მიღმა შეიძლება ბრალდებული იყოს ლიმფური სისტემა. რამდენად ხშირია ეს საკითხი, რამდენად აქტუალურია და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცოდნის გაზიარება, თუნდაც პრობლემის წარმოქმნამდე პრევენციისათვის, თვითონ ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება მსგავსი რამე მემუქრებოდეს და ოჯახისთვის, სადაც შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს. თქვენ ახლა შეეხეთ ქალბატონო მარი ყველაზე ძაფრ პრობლემას ლიმფოლოგიაში. იმიტომ რომ ყველაზე მეტი პროცენტულად, ესე ვთქვათ, ადამიანებს, რომელიც მოგმართავენ ჩვენ ამ პრობლემით და საერთოდაც ზოგი ვერ მოგმართავს, იმიტომ არ იცის სად უნდა მიმართოს, სწორედ ოპერაციული ჩარევის შემდეგ და განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზების შემთხვევაში გვაქვს. და ძალიან სასურველია, აი თქვენ სიტყვა პრევენცია ახსენეთ და ამას მინდა ხაზი გაუსვა, რა თქმა უნდა, მედიცინაში ყველა სფეროში პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს სამყაროში არც რეაბილიტაცია არ არსებობს პრევენციის გარეშე. მაგრამ ლიმფოლოგიას რაც უკავშირდება, აქ კიდე მისი ფიზიოლოგიიდან, ამ ლიმფური სისტემის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამის შესახებ, თუ რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ეს უხილავი სტადია ჯერ კიდე, როდესაც არ არის გამოვლენილი შეშუპება და ყველა პირობა არის ოპერაციის შემდგომ, ქიმიოთერაპიის შემდგომ, სხიური თერაპიის შემდგომ. ყველა პირობა არის, ანუ რისკი ძალიან მაღალია იმის, რომ შეშუპება განვითარდეს. სწორედ აქ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეს ინფორმირებულობა ადამიანებისთვის თავიდანვე, თუ რამდენად სწევს დაბლა აი ამ ლიმფედემის განვითარების რისკს წინასწარ დროული ჩარევა, დროული კურნალობა. და ამ ხრივ ჩვენ მედიკოსები ვალდებულები ვართ, რომ რაც შეიძლება დროულად გაუზიაროთ ინფორმაცია ადამიანს, ეს მისი უფლება ადამიანის, ყოველი ადამიანის უფლება იცოდეს რისკების შესახებ. რატომ არის ესეთი, ესე ვთქვათ, მოწყვლადი ჩვენი ორგანიზმი ოპერაციის შემდგომ? იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ოპერაციული ჩარევა აუცილებელია, ვიცით ჩვენ ონკოლოგიის შემთხვევაში და აქ უმეტესად ხდება ლიმფური კვანძების მოცილება. ასევე ჭრილის დროს ზიანდება სადინროვანი სისტემა ლიმფური. თავისთავად ცხადია, რომ ლიმფური სისტემა გარკვეულ სრულფასოვნებას კარგავს. ეს არ მინდა ისე გაიგოს ვინმემ, რომ აუცილებელია 100%-ში რომ დაემართება ადამიანს ლიმფოლოგიური პრობლემები ოპერაციული ჩარევის ზუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში. აქ არსებობს ძალიან ზუსტი კვლევები ევროპაში. თქვენ იცით, რომ ევროპაში დაიწყო ლიმფოლოგიური პრობლემების წამოწევა წინა საუკუნეში წინ. კერძოდ კი გერმანიაში ყველაზე მეტად და დღემდე ყველაზე მეტად ეს დარგი განვითარებულია სწორედ გერმანიაში
და იქ არის ძალიან ზუსტი მონაცემები, კვლევების მონაცემები, რომელი ორგანოს სიმსივნის შემთხვევაში რამდენად მაღალია პროცენტული. აი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, კერდის სიმსივნის შემთხვევაში თუ კი ჩარევა პრევენციულად არ ხდება ოპერაციის შემდგომ, მაშინ 30-დან 40%-მდე, ეს არის ევროპის საერთო მონაცემი. სადღაც 35-40% შეიძლება განუვითარდეს ლიმფოსტაზი და შედეგად ლიმფედემა განვითარდეს. დრო შეიძლება რამოდენიმე დღეში განვითარდეს, შეიძლება 25 წლის მერე განვითარდეს. ამაში მდგომარეობს სივერაგი ამ დაავადების. უხილავი ფაზა არასდროს არ ვიცით რა ხანგრძლივობის არის. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მას შემდეგ რაც გერმანიაში 100%-იანი დაფინანსებით ყველა სადაზღვეო კომპანია აფინანსებს პრევენციულად ძუძუს კიბოს შემდგომ, ასე ვთქვათ, ოპერაციის შემდგომ კურნალობას ლიმფოლოგიურს, სრულ კომპლექს კურნალობისას, აი ეს 40%-მდე რაოდენობა დასული არის 5%-მდე. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა, ხო? აი ეს რიცხვები იმისთვის მოვიტანე, რომ ეს ცხადი გახდეს. ვაჯერ ნაკლები. წარმოგიდგენიათ, როგორი, ესე იგი, ამხელა რამდენად ეფექტიანია ეს შარე. არსებობს, რა თქმა უნდა, ორგანოების შემთხვევაში, თქვათ, როგორც არის საკვერცხეები, იგივე პროსტატა ადენომის სიმსივნე, როდესაც კიდევ უფრო მაღალი არის გამოვლინება აი ამ შეშუპებების ოპერაციის შემდგომ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვირჩევენ ევროპელი მეგობრები და კოლეგები. ვისაც ჩვენზე მეტი გამოცდილება. ვისაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, უკვე 50 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ამ სფეროში და არსებობს უკვე სკოლები ლიმფოლოგიური, არსებობს კლინიკები. ისინი გვირჩევენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ოპერაციის შემდგომ, როგორც კი მოშუშტება ჭრილობა, როგორც კი შეიძლება უკვე რომ დავეხმაროთ ადამიანს, არც კი დაველოდოთ, არც ქიმიოთერაპიას, არც ხიურთერაპიას. და მით უფრო არც შეშუპების გამოვლენას. შეშუპების გამოვლენას და წარმოგიდგენიათ, რომ ეს შეშუპება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ან ძალიან მალე, ან შემდგომ, შეიძლება საერთოდაც აღარ გამოვლინდეს და ადამიანი დაცული იყოს აი ამ ძალიან უსიამოვნო რამისგან. რატომ უსვამს ამას ხალხს? იმიტომ რომ ისედაც სიმსივნური პაციენტები არიან ძალიან დიდი სტრესის ქვეშ, როცა იგებენ დიაგნოზს, როდესაც გადიან აი ამ კურნალობას, ეს არის ძალიან რთული პროცესი, ყველამ ვიცით და შემდგომ, როდესაც დასრულდება ხოლმე ეს კურნალობა, მათთვის ძალიან მოულოდნელია. სწორედ ის, რომ ამ ზემოკიდური ან ქვემოკიდური შეშუპებას იწყებს და მათი სიცოცხლის ხარისხს ფაქტიურად ანადგურებს, მათი შრომის უნარიანობას და რა ვიცი, ძალიან რთულია ეს, ძალიან რთულია დამერწმუნეთ, ეს არ არის უბრალოდ კოსმეტიკური მხარე, როგორცაც ხშირად მას უწოდებენ და ძალიან ბრაზობ ამაზე. დიახ, სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ ახლა თქვენ, სამწუხაროდ სწორედ კოსმეტიკურ პრობლემად შეიძლება აღიქმებოდეს შეშუპებული კიდური, რომელიც თითქოს უბრალოდ თვალში ცუდად ხვდება და სიამოვნებაში ეს არის ძალიან სერიოზული გამოვლინება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის, რომელსაც ქვია ლიმფური სისტემის ჯანმრთელობა. მე უბრალოდ ვისარგებლებ შემთხვევით თქვენ დაგისვამთ კითხვას. განა იმიტომ რომ ამაზე თქვენ არ გისაუბრიათ ჩვენს გადაცემაში. გისაუბრიათ და არაერთხელ გისაუბრიათ. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია წლების მანძილზე გისმენთ თქვენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას უთხრათ, რომ აქ გამოსავალი, როდესაც პრევენციაზე საუბრობდით თქვენ, როდესაც წინ დახედულებაზე საუბრობდით თქვენ, არ არის ტრადიციულ მიდგომაში, როდესაც ადამიანები ცდილობთ პასუხისმგებლობა ექიმზე და წამალზე გადავიტანოთ, დავლიოთ წამალი და გადავჭრათ პრობლემები. ლიმფოსტაზის თავიდან არიდება, ლიმფედემის, ანუ ლიმფური შეშუპების თავიდან აცილება. ეს მედიკამენტის სინდისია თუ როდესაც ჩვენ საუბრობთ სწორედ ლიმფოლოგის ჩართულობაზე, რას გულისხმობს ასეთ დროს ჩართულობა და რას ნიშნავს პრევენცია? რა манипуляციები ან რა ჩარევები აქ ნავარაუდები? ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს გვჩვევია ეს, რომ მივდივართ სპეციალისტებთან, ექიმებთან და აი გვინდა რომ წამალი დაგვენიშნონ და ძალიან მარტივად მერე ჩვენ იმ პრობლემას დავაღწიოთ თავი.
ლიმფოლოგიური პრობლემები არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, როდესაც შეიძლება უბრალოდ წამალი დავლიოთ. საერთოდაც მიდგომა არის კომპლექსური ამ დროს ძალიან. ეს თერაპიული კომპლექსი, რომელიც დღეს მსოფლიოში ოქროს სტანდარტად არის აღიარებული, არ არის მონოთერაპია. ეს არის კომბინაცია რამოდენიმე თერაპიის და რაც უფრო მეტად გადის დრო და გამოცდილება უგროვდებათ ადამიანებს ამ სფეროში, მით უფრო მეტად წმუნდებიან, რომ აი ამ თქვა პასიური ზემოქმედებების, როდესაც სპეციალისტები აწვდიან ამ ზემოქმედებას პაციენტებს, ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის ჩართულობა ამ პროცესში. ადამიანი თუ აქტიური არ არის აი ამ განკურნების პროცესში, ძალიან რთულია, რომ მიაღწიო მაქსიმალურ შედეგს. აქ იგულისხმება გარდა იმ პროცედურებისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ეს არის მანუალური ლიმფოდრენაჟი, იმ კიდურის და არა მარტო იმ კიდურის, მთელი სხეულის დამუშავება გვიწევს, ეს არის სპეციფიური მასაჟის სახეობა. ეს არის აუცილებლად ვარჯიშები, სპეციალური ვარჯიშები, რომელიც ააქტიურებს ჩვენ ლიმფურ სისტემას. ეს არის აუცილებლად კომპრესიული თერაპია, რომელიც გულისხმობს ამაზე ბევრი გვისაუბრია, როგორც გადახვევას შემდგომ სწორი კომპრესიული ტრიკოტაჟის მორგებას სპეციალისტების მიერ, იმიტომ რომ აქაც დიდი შეცდომები არის ხოლმე დაშვებული, როდესაც არასწორ ტრიკოტაჟს მოვარგებთ, ცუდი გამოცდილება აქვს პაციენტს და მე ამბობს არავითარ შემთხვევაში მე მაგას ვერ მოვიხმარ. ამ დროს, როდესაც მისთვის საჭირო და სწორ ტრიკოტაჟს მოიხმარს, პირიქით უმსუბუქდება მას ყოველდღიურობა. და აქ არის აუცილებლად კანის მოვლა, ამაზეც ბევრი გვისაუბრია, იმისთვის, რომ ინფექციური დაავადებების პრევენცია მოხდეს, მაგრამ პირველ პლანზე დღეს აი ამ კომპლექსში გულისხმობენ სწავლებას, ინფორმირებულობას, ანუ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი პროცედურების დროს ფაქტიურად სულ საუბრობთ. ადამიანებს აქვთ ძალიან ბევრი კითხვა დაგროვილი, რომელზეც ვერ იღებენ პასუხებს და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს ინფორმირებულობა რაღაცნაირად გავზარდოთ მათი ამ სფეროში. და ისინი, ვინც ჩვენთან თანამშრომლობენ, ისინი, ვინც ჩვენ გვიჯერებენ და ვინც თავად აქტიურად არიან ამ კურნალობის პროცესში ჩართული, რა თქმა უნდა, აი როგორ გითხრათ, 2 მაგათ, 10 მაგათ გამარჯვებულები გამოდიან ამ პროცესიდან. თქვენ იმდენ საუბრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ფაქტიურად ეს სხვა არაფერია, თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესი, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით. ოღონდ უფრო სპეციფიური, რომელიც თავისებურებების გათვალისწინებით. თავისებურებების გათვალისწინებით, რომელიც აი ამის მოვლას გულისხმობს ყოველდღიურ დღეში რამდენჯერმე. ჩვენ ადამიანები მიდრეკილები ვართ, რომ ვიყოთ ზარმაცები, მაგრამ როდესაც ეს ყოველდღიური ცხოვრების რუტინაში შემოდის, მას სვავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს წარმოუდგენელი შედეგის მომცემია. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ჩვენ პაციენტებს, ჩვენი მიზანი არ არის, რომ თქვენ მიგაჯაჭვოთ ჩვენზე, ჩვენ თერაპიებზე, პირიქით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გაგხადოთ ჩვენგან დამოუკიდებლად, რომ თქვენ თავად მოუაროთ თქვენ პრობლემას და ეს შესაძლებელია. ძალიან დიდი დანახარჯების გარეშე, რომ ადამიანმა თავის თავს მიხედოს. ჩვენ გვექნება საშუალება რამდენიმე წამში სეზონურ ჭრილში როგორ მივხედოთ ლიმფურ სისტემას, ამაზე ვისაუბროთ და სწორედ ამ თემაზე პრაქტიკული რეკომენდაციები გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ დავპირდით მაყურებელს, რომ პრაქტიკულ რეკომენდაციებს გავუზიარებთ სეზონური თავისებურებების გათვალისწინებით. თქვენ ამ თემაზეც არაერთხელ გისაუბრიათ ჩვენს გადაცემაში, თუმცა მე ახლა მინდა სწორედ ვისარგებლო თქვენი სტუმრობით და ვთქვათ, რომ როდესაც სეზონი თანდათანობით იცვლება, ადამიანის ორგანიზმის ადაპტაციური უნარები არის განსხვავებული. იმიტომ რომ ჩვენც ნელ-ნელა ვეჩვევით მოვლენებს. თუმცა როგორც ეკოლოგები გვეუბნებიან, ის ფაქტი, რომლის წინაშეც ვდგავართ, როდესაც სეზონებს ვტოვებთ და მაგალითად წლევანდელი გაზაფხული ამის საუკეთესო მაგალითი იყო, დიახ, სწორედ გარემოს სპეციალისტები და ექსპერტები გვეუბნებიან, რომ წლევანდელი წელი ითვლება გამოტოვებული გაზაფხულის წლად. ეს იმას ნიშნავს, რომ
დაბალი ტემპერატურის პირობებში მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი ერთბაშად აღმოჩნდა ზაფხულის ძალიან მაღალი ტემპერატურის გარემოში. ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ დატვირთვას ორგანიზმისათვის და მე ვფიქრობ, მაყურებელს არ სჭირდება ამაზე განმარტება, მაგრამ ლიმფური სისტემა ზარალდება თუ არა ამის გამო და თქვენ როგორც ლიმფოლოგს ზაფხულში მაღალი ტემპერატურის პირობებში ლიმფური სისტემის ჯანმრთელობისათვის რა მთავარი რეკომენდაციები გაქვთ საზოგადოებისთვის? ნამდვილად წლევანდელი გაზაფხული განსაკუთრებული იყო და ჩვენ მომართვიანობა ისეთი სიძლიერით იცვლება, რომ ყოველთვის ერთი და იგივე მინდა ხოლმე ურჩიო ადამიანებს განსაკუთრებით ვენური პრობლემებით, რომ მათ დროულად დაიწყონ იმაზე ფიქრი, რომ დგება ცხელი სეზონი, ამისთვის წინასწარ იყვნენ მომზადებულები და ისევ და ისევ პრევენციაზე ვლაპარაკობთ, არ დაიწყონ შემდგომ უკვე, როდესაც ძალიან დაცხება და ძალიან შეშუქდებიან. არა თუ ვენური პრობლემების მქონე ადამიანები ჩვეულებრივ, ვისაც გამართული აქვს, ასე ვთქვათ, ვენური სისტემა, იმათაც კი გვიჭირს ხოლმე ესეთი გადართვა სეზონური და განსაკუთრებით მათ. აქ ძალიან ბევრი რეკომენდაცია შეიძლება იყოს გაცემული, რა თქმა უნდა, ყველაფერი ის, რაც ააქტიურებს ლიმფურ სისტემას, რაც ვთქვით უკვე, ეს ის მოძრაობებია, ეს ის ტუმბო იქნება, ეს კუნთის ტუმბო თუ სახსრის, აქ განსაკუთრებულად უნდა გაითვალისწინოთ ადამიანებმა, ისინი, ვინც ცივ სეზონზე შეიძლება არ ხმარობენ კომპრესიულ ტრიკოტაჟს და იციან, რომ ზაფხულში მათ ეს პრობლემა უდგებათ, წინასწარ იზრუნონ იმაზე, რომ შესაბამისი წინდები შეიძინონ. კი გასაგებია, რომ ცხელ სეზონზე შეიძლება არ არის მარტივი წინდების ხმარება. კიდევ დამატებით წინდა, მაგრამ ვიცით, რომ ამის გარეშე ვერ გავალთ იოლას, ასე ვთქვათ და ამიტომ წინასწარ ზრუნვა, წინასწარ მიმართვა სპეციალისტებისთვის. სპეციალისტებში მე გულისხმობ ყველას, იგივე ანგიოლოგებს, ლიმფოლოგებს, რომელსაც შეუძლიათ დაეხმაროთ ორგანიზმს, რომ მოემზადოს უკეთ მოემზადოს ცხელი სეზონი. ცით ნებისმიერი გადასვლა ზაფხულიდან ზამთრისკენ შემოდგომა ძირითადი ჩვენი რეკომენდაცია არის ხოლმე ეგეთ შემთხვევებში, რომ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სანამ ესეთი სწრაფი გადასვლა დადგება, წინასწარ ემზადოს ადამიანი, ვინც იცის, რომ რისკის ფაქტორი მაღალი აქვს. აქ შედის ძალიან ბევრი რამ, გარდა წინდის მოხმარებისა, ვარჯიშებისა, სპეციალისტთან მიმართვის, რომ წინასწარ გაააქტიურონ ლიმფური სისტემა, იგივე მანუალური ლიმფოდრენაჟით. აქ ცხადი არ იგულისხმება სერიოზული ათლეტური დატვირთვები, აქ ელემენტარული მიზანმიმართული ვარჯიშებია. ელემენტარული, რომელიც შეიძლება 5-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდეს მხოლოდ დღეში, ერთხელ ან ორჯერ და იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მობილიზება მოხდა. ფეხით სიარული კარგი არჩევანია. არის გადასარევი და არის ძალიან კარგი ცურვა, არის ძალიან კარგი წყალში ვარჯიში. ესეც ძალიან კარგად, წყალი ისეთ დრენაჟს გვიკეთებს, როგორცაც ვერც ერთი სპეციალისტის ხელი ვერ გააკეთებს. აქ არის ძალიან კარგი ესეთ ცნობილი კნაიპის ჩამობანვები, იციან ადამიანებმა, ვისაც ვენური პრობლემები აქვთ, გრილი წყლით და თბილით, ეს ცვალებადი ტემპერატურის ჩამობანვები. არ წყინულივი წყალი და არც მდუღარე. გრილი და თბილი, აი ეს მონაცვლეობა. ამის გამოცდილება აქვთ ადამიანებს და იციან, მაგრამ ეს შეხსენება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცებ არ დავდგეთ ამ პრობლემების წინაშე. არსებობს, რა თქმა უნდა, მოსავლელი საშუალებები, რომლებიც ასევე აგრილებს განსაკუთრებით ქვემოკიდურებზე ელაპარაკი, ხო, როდესაც დაცხება ხოლმე, მძიმე ხდება გადატანა ამ შეშუპების. სიარული, იცით რა, მოძრაობა ყველა შემთხვევაში ააქტიურებს, მაგრამ, აქ არის ერთი მაგრამ. თუ კი მიდრეკილია ადამიანი სერიოზულად ლიმფოსტაზისკენ, თუ კი ვერ ერევა მისი ლიმფური სისტემა, აი ამ გამოწვევას და ეს გამოწვევა რაში მდგომარეობს, რომ თბილ სეზონზე გაცილებით მეტი სითხე გამოდის სისწარღვიდან, ვენიდან, რომელიც უნდა შეითვისოს ლიმფურმა კაპილარებმა და თუ ოდნავ მაინც დაბალი არის უნარი ლიმფური სისტემის, რომ ეს
ბოლომდე ოპტიმალურად მოახდინოს, მაშინ ის რჩება კიდურში და ეს მძიმე სითხე გვამძიმებს, ასე ვთქვათ. აი ასეთ შემთხვევებში აუცილებლად ნებისმიერი დატვირთვის, ფიზიკური დატვირთვის დროს, სულმცირედი დატვირთვისაც კი, მაგალითად, საღამოს გასეირნების დროს ჯობს, რომ ადამიანს გინდაც პროფილაქტიკური ტრიკოტაჟი ეცვას. რაც შეეხება სპეციალურ სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშს, ბევრი მიმართავს ტრენაჟორებს ამ შემთხვევაში არ არის ცუდი, ძალიან სერიოზული დატვირთვა ამ დროს აბსოლუტურად არ არის საჭირო და წონებით დატვირთვა. დიახ. ჩვენ ქონია შემთხვევები, როდესაც სერიოზული წონებით დატვირთვას პირიქით გამოუწვევია გართულება მდგომარეობის. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს დაცული კიდური. დაცული იმისგან, რომ კიდევ უფრო მეტად არ შეშუპდეს იმის გამო, რომ ის ზღვარს ვეღარ უდებს ლიმფური სისტემა და კუნთოვანი სისტემა იმ მოჭარბებულ ლიმფას, იმ გამოწვევას, რომელიც დგას ორგანიზმის წინაშე. ერთი მოკლე კითხვა, ქალბატონო ლალი, ადამიანთა ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა ატრიბუტის და დეტალის სისტემატური გამოყენება, მაგალითად ჩვენს გარდერობში. და ერთ-ერთი არის წინდები და ეგრეთ წოდებული გეტრები, ანუ გოლფები. ყოველ შემთხვევაში ეს არის ერთ შემთხვევაში რეალურად წვივთან ძალიან მჭიდროდ მყოფი ატრიბუტი, მუხქვეშ რომ რგოლს ქმნის და მეორე შემთხვევაში კოჭებთან რომ რგოლს ქმნის. ეს ლიმფოსტაზის შემთხვევაში და ლიმფური შეშუპების შემთხვევაში არის თუ არა დამატებითი რგოლი, შემზღუდავი ასეთი წარმონაქმნი, რომელიც უნებურად ჩნდება ამ გარდერობის ამ დეტალების გამოყენებისას და როგორი უნდა იყოს ასეთ დროს. გარდა ვთქვათ არა თუ ქვემო კიდურებზე ესეთი გადაჭერილი, გადაზონვრითი ზეწოლა არ უნდა მოხდეს კიდურზე, განსაკუთრებით მათთან, ვისაც ეს პრობლემა აქვს. არამედ საერთოდ მთელს სხეულზე ჩვენი გარდერობაში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არსად არ იყოს ძალიან სერიოზული გადაჭერა იმ ადამიანებთან, იმ ადამიანებმა უნდა იზრუნონ ამაზე, ვისაც განსაკუთრებული გამოწვევა უდგათ ლიმფოლოგიური. ეს, როდესაც ვლაპარაკობთ მაღალი ხარისხის ტრიკოტაჟზე, აქ იგულისხმება ძალიან სწორი მორგება და რაში მდგომარეობს. არ არის საკმარისი, მაგალითად, მაღაზიებში ხანდახან მხოლოდ კოჭწვების სახსრის მიდამოს ზომავენ, რომ მოარგონ სწორი. არ არის საკმარისი. ეს მუხლამდე, როდესაც ხდება და ზაფხულში ხშირად ასეთი გეტრების, ესე ვთქვათ, მუხლამდე ტრიკოტაჟის ხმარება ხდება და შეძენა. აუცილებლად უნდა დაფიქრდეს ადამიანი, რომ მას უნდა შეიძინოს ის, რომ არ იყოს ზედმეტად გადაჭერილი. ამისთვის მაღალი ხარისხის ტრიკოტაჟს აქვს ხოლმე განცვლების ზომებში. არსებობს გაფართოებული როგორც გრძელი წინდები, ისე მოკლე წინდები და აუცილებელია იმაზე ზრუნვა, რომ არ იყოს გადაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირიქით შეიძლება მივიღოთ ქვედა ნაწილში გადაჭერის ქვემოთ კიდევ უფრო მომატებული ლიმფოსტაზი. ჩვენ ვიცით, რომ ლიმფედემების კლასიფიკაციაში არსებობს არტიფიციალური, ანუ ხელოვნური ლიმფედემა, სადღაც თუ გადავიჭერთ ძლიერად კიდურზე, შეიძლება განვითარდეს ჯანსაღი ლიმფური სისტემის შემთხვევაშიც კი ლიმფოსტაზი. ისე რომ ვუფრთხილდეთ გადაზონვრით, ასე ვთქვათ, რისკებს, ტანსაცმელს, ზაფხულში განსაკუთრებით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლალი, მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, დღევანდელი გადაცემისათვის და დღევანდელ გადაცემაში სტუმრობისთვის, ბევრი პრაქტიკული რეკომენდაციისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ცხადია სეზონური აქტუალობის და თავად პრობლემის აქტუალობის გათვალისწინებით გახდათ ლიმფოლოგი ქალბატონი ლალი ზაუტაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. ჩვენი კვებით შუქნიშანი არის ერთგვარი ორიენტირი
ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობისათვის და ცალკეული სისტემებისა და ორგანოების ჯანმრთელობისათვის. ჩვენ ამაზე დიდი ხანია შევთანხმდით, იმიტომ რომ სწორედ კვებითი შუქნიშანი და სამფერი სიმბოლოს მიუხედავად მრავალფეროვანი რეკომენდაციები გვეხმარება იმ ცოდნის დაუფლებაში, რომელიც პრობლემების თავიდან არიდებისას გამოდგება და ამავე დროს ძალიან ეფექტიანია უკვე არსებული პრობლემების მართვაში, მათ შორის გართულებები რომ ავიცილოთ თავიდან. და როდესაც ლიმფურ სისტემაზე საუბრობთ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ლიმფურ სისტემას ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, ძალიან ბევრი ამოცანა აქვს და ორგანიზმის ჯანმრთელობაში, ანუ საერთო წონასწორობაში უზარმაზარია მისი როლი და მნიშვნელობა. მაგრამ თუ ცხოვრების წესის ფაქტორთა ჭრილში დავინახავთ, მაშინ ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩამონათვალი მივუსადაგოთ ლიმფური სისტემის ჯანმრთელობას. დიახ, როდესაც ჩვენ ფიზიკურ აქტივობაზე ვსაუბრობთ, ლიმფური სისტემისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს მას და როგორც ზოგადი ჯანმრთელობისთვის ფიზიკური აქტივობა ასევე არსებითი და გადამწყვეტით შეიძლება აღმოჩნდეს ლიმფური სისტემისთვის. კუნთების ინტენსიური მუშაობა, კუნთების სისტემატური მუშაობა, კუნთების მწყობრი მუშაობა, კუნთების გამთლიანება ორგანიზმის მასშტაბით, როგორც ერთი საერთო მექანიზმისა, რომელიც მუდმივად ამუშავებს ლიმფურ სისტემას. ეს არის აუცილებელი წინაპირობა ფიზიკურ აქტივობაში და ამიტომ არის მნიშვნელოვანი სტაბილურად არსებული გრაფიკი, სქემა, პრინციპები, რომელსაც ფიზიკური აქტივობის დროს ვიცავთ. წონის შენარჩუნება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური წონის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, უკიდურესად მაღალი წონა, ან ზოგადად ჭარბი წონა და სიმსუქნე, ისევე როგორც წონის დეფიციტი, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის მთლიანი წონასწორობაა დარღვეული და პირველ რიგში დარღვეულია ორგანიზმის ნაკლებობა. არასრულფასოვნად ნაკლებია ორგანიზმი. გამხდრები ვართ, წონის დეფიციტი გვაქვს თუ ჭარბი წონა და სიმსუქნე გვაქვს. მაგრამ აქ ასევე გასათვალისწინებელია პირდაპირი გაგებით ტვირთი, რომელსაც სხეულით ვატარებთ, როდესაც მაგალითად ჭარბი წონა და სიმსუქნე არის დასაძლევი. რა საკვირველია, ეს არის დიდი დატვირთვა სისხლძარღვებისათვის, ეს არის უზარმაზარი დატვირთვა ყოველგვარი სარქველების, კუნთების არ მქონე და სპეციალური მოწყობილობების არ მქონე ვენებისთვის და ასეთივე ძალიან დიდი დატვირთვა გახლავთ ლიმფური სისტემისთვის, სადაც ჩვენ დამატებითი რესურსი უნდა გავიაზროთ იმისთვის, რომ ლიმფური სისტემა გამართულად მუშაობდეს. როდესაც ჩვენ საუბრობთ რისკებზე, მაგალითად ალკოჰოლის არარაციონალური მოხმარება, შაქრით დატვირთული პროდუქტების გამოყენება, ფუჭი კალორიები და საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, რომელიც უხვად გვხვდება გადამუშავებული, პროცესირებული პროდუქტების მოხმარებისას, მლაშე პროდუქტების სისტემატური გამოყენება და წყლის შეკავება ორგანიზმის განსაკუთრებით უჯრედებს შორის სივრცეში. ყველა ეს ფაქტორი გახლავთ საგულისხმო, მათ შორის მაგალითად ომეგა-6-ით დატვირთული პროდუქტების დიდი რაოდენობით გამოყენება, როგორც ანთების ხელშემწყობი. თითქოს ეს ფაქტორები ყველა შემთხვევაში ნაცნობია, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი გახლავთ ლიმფური სისტემის ჯანმრთელობისათვის. ისევე როგორც სამი ძირითადი მიდგომა, სამი პრინციპული მიდგომა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ლიმფური სისტემის ჯანმრთელობისათვის. რა თქმა უნდა, ეს არის ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტური პროდუქტები, რომელიც ახლა ჩემს ზურგს უკან არის და რომელიც ქმნის ჩვენი კვებითი შუქნიშნის საფუძველს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამ ჩამონათვალში ლიმფური სისტემის ჯანმრთელობისათვის ჩვენ უნდა დავასახელოთ ორგანიზმის წყლით ადეკვატური მოხმარება, მომარაგება, ეგრეთ წოდებული ჰიდრატაცია, ანუ ორგანიზმის უზრუნველყოფა წყლით. მეორე გახლავთ სწორად შერჩეული ჯანსაღი ცხიმების გამოყენება და მესამე გახლავთ იმუნური სისტემის წამახალისებელი პროდუქტების გამოყენება. მოდით ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები რომ არ აღმოჩნდეს, გადავინაცვლოთ ჩვენს ტრადიციულ ეკრანთან და სწორედ ამ ჭრილში აღვიქვათ ეს პროდუქტები ყოველდღიური რაციონის გააზრებისას. დიახ, გაგახსენებთ სამი პრინციპი ვახსენეთ: ადეკვატური მომარაგება წყლით, ანუ ჰიდრატაცია,
ეს გახლავთ სწორად შერჩეული ჯანსაღი ცხიმები და ეს გახლავთ იმუნიტეტის წამახალისებელი საკვები პროდუქტები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ პირველ რიგში გვახსენდება წონასწორობა თეფშზე და ჩემი თეფშის პრინციპით სულ ცოტა 5 ფერის 5 ჯგუფის პროდუქტის გამოყენება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ამ ჯგუფებზე ვსაუბრობთ, ჰიდრატაცია ვახსენეთ, სწორი ცხიმები და ჰარვარდის თეფში ამ ხრივ სწორედ ყველაზე მეტად ითვალისწინებს ამ პრინციპებს, სადაც ტრადიციულ გადანაწილებასთან ერთად ჯგუფთა შორის საკვები პროდუქტებისა გათვალისწინებულია საგანგებო ხაზგასმა წყლის მოხმარებისა და ცხიმების მოხმარების, ცხადია ფიზიკური აქტივობის ჩართულობით. მოდით გამოვყოთ სწორედ საკვები ჯგუფები და პირველ რიგში გამოვყოთ წყალი და წყალშემცველი პროდუქტები, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ლიმფური სისტემის ჯანმრთელობისათვის და ლიმფური სისტემის გამართული მუშაობისათვის. თუმცა საგანგებოდ მინდა გამოვყოთ ცხიმები და ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტები, რომელთა დამსახურებით ჩვენ არაუბრალოდ ანთებას ვამცირებთ, არამედ ორგანიზმს ვამარაგებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. და ის პროდუქტები, რომელიც იმუნიტეტის წასახალისებლად გამოდგება. რასაკვირველია, იმუნიტეტთან დაკავშირებით არ უნდა დავიწყოთ ჩამონათვალი ვიტამინებით და მინერალებით. უნდა დავიწყოთ თავარი მოლეკულით, ჩვენი სიცოცხლის თავარი მოლეკულით, რომელიც გახლავთ ცილა და რომლის გარეშეც ჩვენ იმუნიტეტი არ გვექნება. დიახ, ცილა ცხოველური და მცენარეული პროდუქტებით შესავსებად. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად იმუნიტეტთან ისე მჭიდროდ დაკავშირებული ვიტამინი, როგორც არის C ვიტამინი, როგორც ანტიოქსიდანტი, არაერთხელ გვიხსენებია, მაგრამ იმუნიტეტთან კონტექსტში მას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, მე ვფიქრობ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არაერთი დარწმუნებულა და არაერთხელ გამოგვიყენებია ეს ცოდნა. არ უნდა დაგვაუწყდეს მაგალითად თუთიის როლი და თუთი ასაც როგორც ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში გაბნეულ მინერალს ძალიან უხვად უნდა ვიყენებდეთ, სისტემატურად უნდა ვიყენებდეთ, თუნდაც იმიტომ რომ საკვებით მიღება არის შეუცვლელი გზა თუთიის საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ყოველდღიურად შესაბამისი პროდუქტების ჩართულობა შეუძლია მასზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. და არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ვსაუბრობთ ლიმფური სისტემის ჯანმრთელობაზე, უბრალოდ ლიმფური სისტემის გამართულ მუშაობაზე, ნაწლავის ფუნქცია არაუბრალოდ იმუნურ ჭრილში და ეს უზარმაზარი როლია ცხადია ნაწლავის, აგრეთვე იმ უცნაურ კანონზომიერებაში, რომელიც გულისხმობს ლიმფური სისტემის სწორად ჩართულობას, მაგალითად ცხიმების გადაადგილებაში და ცხიმების მონელების პროცესში წონასწორობის შენარჩუნებად. აი, ერთი მაგალითი უნდა მოგიყვანოთ, როდესაც ჩვენ გრძელი ჯაჭვის ცხიმებს საკვებით დიდი რაოდენობით მივიღებთ და თუ ამ პროდუქტებს ვერ გაუმკლავდება ჩვენი ორგანიზმი, მაშინ ორგანიზმი იყენებს დაცვით სისტემას. ასეთ შემთხვევაში ნაწლავში მოხვედრილი ეს პროდუქტები პირდაპირ სისხლში არ გადადის. ნაწლავის აგებულება და კანონზომიერება ლიმფური სისტემის ისეა მოწყობილი, რომ პირდაპირ სისხლში კი არ უშვებს, ჯერ ლიმფური სისტემა წაიღებს, შესაბამის რგოლებს გაატარებს და მხოლოდ გადამუშავების შემდეგ აღმოჩნდება სისხლში. ეს ძალიან იცავს მთლიანად ჩვენს ორგანიზმს და აგრეთვე ძალიან იცავს ჩვენს ღვიძლს. ეს არის თითქოს მარტივი საიდუმლო ლიმფური სისტემის, მაგრამ უმნიშვნელოვანესი და კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო ფაქტი და მე ვთვლი უდიდესი საიდუმლო, რომელიც მხოლოდ უკანასკნელ წლებში გაშიფრეს მეცნიერებმა და რომელიც უკავშირდება თავის ტვინის ჯანმრთელობას. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ყოველდღიურ კვებას და თქვენ წარმოიდგინეთ ძილის რეჟიმს, ცხოვრების წესის ფაქტორებს შეუძლია შეცვალოს ჩვენი ტვინის დასუფთავების სამსახური. დიახ, ასე ქვია, ასე მოიხსენიებს თანამედროვე მედიცინა და მეცნიერება სისტემას, რომელსაც არა ლიმფური, არამედ გლიმფური სისტემა ჰქვია. დიახ, დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ გლიმფური სისტემა ბევრად განსაზღვრავს იმას, რამდენად ღრგზელია ჩვენი ტვინი. ბევრად განსაზღვრავს იმას, როგორია მისი სარეგულაციო მექანიზმები, რამდენად კარგად გასცემს განკარგულებებს და რამდენად ხმაშეწყობით მუშაობს ორკესტრი მისი დირიჟორობით, ანუ თავის ტვინის დირიჟორობით. და აი ასეთ შემთხვევაში, როგორ იქნება დასუფთავებული ჩვენი თავის ტვინი, არის მთლიანად სწორედ ამ გლიმფური სისტემის სინდისზე და ის თავის მხრივ რეაგირებს ყველა იმ პროცესზე, რომელიც მე უკვე ვახსენეთ. ამიტომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა
და შევინარჩუნოთ ცხოვრების ხარისხი გარკვეულწილად ნიშნავს იმასაც, მივაქციოთ ყურადღება ჩვენი ტვინის შიგნით არსებულ დასუფთავებულ სამსახურს, რომელიც არა მარტო ტვინის ხერხემლობას, არამედ საბოლოო ჯამში ჩვენს ხერხემლობასაც განსაზღვრავს. მე ამით შემშვიდობებით ჯანმრთელობასა და ხერხემლობას გისურვებთ.